ეხლა აუცილებლად დაგისვამ კითხვას რამდენიმე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. მე ვახსენე, რომ კალაძე თბილისი ეხლა საკრებულოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ლაპარაკობს, იქ მთავრობის დამტკიცება უნდა მოხდეს და ის ამბობს, რომ მესამედ მაქვს პატივიო ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო. აი ამ ცოტა უფრო ახალ ამბავზე რა შეგიძლია, რა ტიპის კომენტარი შეგიძლია გააკეთო ადამიანმა, რომელსაც ასევე გაქვს წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში საქმიანობის გამოცდილება. რისი თქმა შეგიძლია? ანა, მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. ხო, კალაძის უტიფრობას სამწუხაროდ საზღვარი ნამდვილად არ აქვს და ის რომ ის ახლა მესამედ დასვეს თბილისის ეგრეთ წოდებულ მერად, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მართლაც საამაყოდ აქვს საქმე და ამას პრინციპში ჩემი განსაკუთრებული შეხსენება თბილისელებისთვის არ ჭირდება. სულ მარტო მისი დეველოპერული და სამშენებლო პოლიტიკა რომ გავიხსენოთ და ჩამოვთვალოთ, ნამდვილად ცხადი გახდება, რომ ქალაქელების ინტერესები არათუ ბოლო ადგილას უყენია კალაძეს საკუთარ დღის წესრიგში. არამედ უბრალოდ საერთოდ არ არსებობს ასეთი ცნება დღეს კალაძისთვის, ხო და რაც თავარია, მუდმივად აღმოჩნდება ხოლმე ბრჭყალებში ვიხმარდი ამ სიტყვას, რომ შემდგომ ეს აბსოლუტურად შეუსაბამო და უმასშტაბო მშენებლობები საბოლოო ჯამში შემდგომ დაკავშირებულია სწორედ ქართულ ოცნებასთან აფილირებულ, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებთან ან მათ მეგობრებთან, ხო, რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ, მაგალითად, იპოდრომის სარეკრეაციო სივრცის განადგურება, რომელსაც თავად ივანიშვილის ქართულ ფონდი ათანხმებს ახლა თბილისის მერიაში და შემდგომ უნდა ააშენოს იქ ვისლო ჯგუფის დამფუძნებელმა ფხაკაძემ, რომელიც პირდაპირ მოკავშირეა ქართული ოცნების რეჟიმის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ვაგონშემფეთებელი ქარხნის ადგილას უზარმაზარი მშენებლობა, ნაცვლად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეზრუნათ სატვირთო რკინიგზის ქალაქიდან გატანაზე და მარცხენა სანაპიროს, როგორც სატრანსპორტო თვალსაზრისით განტვირთვაზე, ასევე განვითარების თვალსაზრისით ინვესტორებისთვის მიმზიდველად გახდომაზე, ამისაცვად მხოლოდ თავისთვის დაანონსეს და აკეთებენ იმ უზარმაზარ მშენებლობას, რომელიც თავიდან იყო დეპუტატ, ეგრეთ წოდებულ დეპუტატ წილოსანის და მთავარი პროპაგანდისტი რუხაძის საკუთრება, შემდგომ აღმოჩნდა ასევე ბრჭყალებში ვიხმარდი ამ სიტყვას კალაძის ახლო მეგობარ და ნათესაო ილია წულაიას არქის ხელში და ეს იქ არქი აშენებს, განავითარებს ამ პროექტს და სხვა ბევრი, ხო, იგივე ფხაკაძებთან არაერთი მშენებლობა და სხვა. სამწუხაროდ არ მიყვარს ამ თემის შეხსენება, მაგრამ შეუძლებელია, რომ საზოგადოებას ასევე არ შევახსენოთ ის მძიმე ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც კალაძის უწყების უბრალო ელემენტარულ უპასუხისმგებლობას მოჰყვა და ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ეს იქნება ვაკის პარკი, ვაგზლის მოედანი, რიყის პარკში, რიყის დოქებში ზემოხტარი ტრაგედია თუ კიდევ რამდენიმე. სამწუხაროდ აი ასეთი მძიმე ადამიანის სიცოცხლეც რო შეიწირა, ასეთი მძიმე ტრაგედიებიც კი დატრიალდა იმ არაპროფესიონალიზმის და რაც თავია უპასუხისმგებლობის გამო, რაც კალაძის უწყებას უკავშირდება და მათ შორის კორუფციის გამოც და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ეს ადამიანი ამაყობს, რომ თითქოს ვიღაცამ აირჩია, მით უმეტეს იმ ციფრებს თუ გავიხსენებთ, რომ საბოლოო ჯამში მეხუთედის ხარდაჭერა დაახლოებით დედაქალაქში და 20%-ით არის მთელი ამორჩევლის არჩეული კალაძე, გასაგებია, რომ მას რა თქმა უნდა საზოგადოების ხარდაჭერა არ აქვს, მას აქვს მარიონეტების ხარდაჭერა, ვინც ახლა საკრებულოში უსწრებს. ირაკლი, მოდი გადავიდეთ ახლა ბიზნესთან კობახიძის შეხვედრაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს ოფიციალური სასაუბრო თემა არის განათლების და ანონსებული რეფორმა, თუმცა ბუნებრივად არის მოლოდინი იმ ფონზე, რაც ხდება, მათ შორის იმ კორუფციული სქემების გამომზეურების შემდეგ, რაღაცნაირად იქნება შეხება ამ საკითხთან. აი თქვენი მოლოდინი რა არის და რისი მთქმელია თქვენთვის ის კომენტარები, რაც გაკეთდა ამ შეხვედრის დაწყებამდე, იგივე რუხაძე, რომელიც ამბობდა, რომ ვერ გაერკვია ჯერჯერობით, ირაკლი რუხაძეზეა საუბარი, თემურ ჭყონიაც იმყოფება ადგილზე, რომელმაც თქვა, რომ ასეთი მასშტაბი ვერ წარმოედგინა და ხეჩიკაშვილზეც გავამახვილეთ ყურადღება პირზე, რომლის ბიზნეს პარტნიორიც პირდაპირ ეუბნებოდა სრუს, რომ ის უნაწილებდა თანხას ჯუანშერ ბურჭულაძეს კონკრეტული ტენდერების სანაცვლოდ. ამაზე რისი თქმა შეგიძლია? კი, ბიზნესს მე გავყოფთი ორ ჯგუფად.
ერთი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, მათ შორის შეიძლება იყოს აღარ მახსოვს ხეჩიკაშვილი არის თუ არა მანქანების ბიზნესში, მაგრამ მათ შორის ხეჩიკაშვილი ეს შეიძლება იყოს სხვა თუნდაც თეგეტა, რომელთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს თბილისის მერიის მხრიდან ავტობუსების შეძენაზე, იმ 60 მილიონზე, რომელიც აშკარად და ჩემი შესწავლით ზედმეტად იქნა გადახდილი და სხვა ბიზნესები, რომელსაც შესაძლებელია ადარდებდეთ საკუთარი ბედიც. და აინტერესებდეთ რამდენად ღრმად აპირებს ხელისუფლება წავიდეს იმ საკითხში, რასაც ეგრეთ წოდებული კორუფციასთან ბრძოლა ეწოდება. იმიტომ რომ მე ვერავინ დამარწმუნებს და ფაქტობრივად ვერ მოიტანს იმის მყარ-მტკიცებულებას, რომ ისეთ მსხვილი მიმწოდებლები, რომლებიც მილიარდობით და ასეულობით მილიონი ლარის მიწოდებას ახორციელებენ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, არ იყვნენ გახვეული იმ კორუფციულ სკანდალებში, რომლის შესწავლაც ახლა მიდის და გასაგებია კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბევრ მათგანს საკუთარი ბედიც აღელვებს და ანუ ირაკლი ახალ რეალობასთან თავსებადობა არის ერთ-ერთი თემა, რაც შეიძლება იყოს სასაუბრო, იმიტომ რომ მსხვილ ბიზნესთან აი ხა თქვენ ნუ რაღაც არის ხო რაღაც შესაბამისი მიდგომები ყველასთან ხო ეხა მსხვილ კალიბრს კიდე სხვანაირად თქვათ ელაპარაკები ბიზნესში და ეს რაღაც თავსებადობაც საგრძნობი უნდა იყოს. აი ადრე გითქვამს, რომ წინა შეხვედრა შეიძლება რაღაც დამშვიდებითი ხასიათი ქონოდა, იმიტომ რომ ზოგიერთი ალბათ რაღაც შოქშიც ჩავარდა იმ პროცესით, რაც დაიწყო. აი ამ ტიპის მიზანზე რა შეგიძლია თქვა, ეს რამდენად არის საგრძნობი, რომ მუდმივად იყოს ხაზზე მსხვილ ბიზნესთან მთავრობა. ერთი როგორც აღნიშნე და პრინციპში დავამთავრე ეს აზრი არის ბიზნესი და სახელმწიფო, რომელსაც აინტერესებთ როგორ უნდა გააგრძელონ ურთიერთობა და რამდენად დაზიანდებიან ისინი და მოხვდებიან ამ ეგრეთ წოდებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არეალში და მეორე რა თქმა უნდა ბიზნესის მდგომარეობა, რომლის არსებობაც ალბათ უბრალოდ სულს ღაფავს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ახალი ინვესტიცია ამ ქვეყანაში აღარ შემოდის, არ მგონია რომ რომელიმე მსხვილ ბიზნესმენს სურვილი ჰქონდეს, რომ ადგილზე რაიმე ახალი ბიზნესი წამოიწყოს, გააფართოვოს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, ხედავთ როგორი უარესი და უარესი მდგომარეობას ვიღებთ სასამართლოში, როგორ უფრო და უფრო მეტად პოლიტიზირდება და ასე ვთქვათ, ლაგამამოდებულია ყველა ის უწყება, რომელთანაც ბიზნეს უწევს შეხება და რაც თავარია, როგორ მძიმე მდგომარეობაშია მათ შორის სახელმწიფოს ეკონომიკა. რა ციფრებიც არ უნდა წარმოადგინოს. ხო, შორის ეკონომიკაზე ხო ნახავდი დღევანდელი რიცხვები, რაც ქონდა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ კიდევ შემდეგ ეთერში, იქ რა კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ ეკონომიკა არის ის საკითხი, რომლითაც მუდმივად თავს იწონებს ქართული ოცნება, ხელისუფლება, დღეს კონკრეტული რიცხვის დასახელდა და ითქვა, რომ სავალუტო ფონდის გადაჭარბებაც მოხდება. აქ მიუხედავად იმისა, რაც უნდა წარმოადგინოს ხელისუფლებამ, აგერ არის 9 თვის შესრულების ანგარიში სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე, პირველად ბევრჯერ ვითქვავს ეს ბევრ ეთერში, ბოლო ალბათ 10 წლის განმავლობაში ვერ სრულდება დამატებული ღირებულების გადასახადის გეგმა, მაშინ როდესაც ის მუდმივად გადაჭარბებით სრულდებოდა, ვერ სრულდება ვერც აქციზის გეგმა, რომელიც ასევე ის მუდმივად გადაჭარბებით სრულდებოდა. ანუ რეალურად შენელებულია, შეფერხებულია ეკონომიკური ბრუნვა ქვეყანაში, მნიშვნელოვნად შემცირებულია მოხმარება, რაც აქციზის კლებაზე აისახება და რა თქმა უნდა ბიზნესს აინტერესებს რა მიმართულებით შეიძლება განავითაროს საკუთარი საქმიანობა და ამაზე მოისმინოს ეგრეთ წოდებული პრემიერის აზრი. ამიტომ რა თქმა უნდა ბიზნესის მხრიდან დაინტერესება მრავალმხრივი შეიძლება იყოს, აგერ ორ მიზეზზე მე ვისაუბრე, თუმცა სხვა მიმართულებითაც შეიძლება იყოს, მაგრამ რა დაინტერესება აქვს სახელმწიფოსაც რა თქმა უნდა აქვს დაინტერესება, რომ რამენაირად ახლა ეს ბიზნესმენები დაარწმუნოს, რომ ეკონომიკაში ასე ვთქვათ, მათი გააქტიურება არის მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში ამ ტიპის ავტოკრატიული რეჟიმის შენარჩუნებას უფრო და უფრო მეტი ფული ჭირდება, შავი ფულიც ჭირდება, რომელიც პრემიების თუ სხვა ტიპის უკანონო შემოსავლის ზოგ შემთხვევაში სახით უნდა მივიდეს იმ პოლიციელამდე, მოსამართლემდე, პროკურორამდე თუ სხვა
იმ ეგრეთ წოდებულ მოხელემდე, რომელზედაც ეს რეჟიმი დგას და თუ კი ეკონომიკის ის ტენდენცია, რაც ახლა გვაქვს, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ძალიან მალე, ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაუდგება რეჟიმს. ამიტომ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ინტერესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაგებია და ბუნებრივია, მაგრამ რა ქართულ საზოგადოებას ხა მთავარი ამაზე გადავიდეთ, ხო, ეხლა ბიზნესი თუ თავის ურთიერთობას არქოს სახელმწიფოსთან და შეძლებს თუ არა ტენდერებიდან კვლავ ასეულობით ან მილიარდობით ლარის მიღებას თუ მეორე ნაწილს აინტერესებს ფული საზღვარგარეთ წაიღოს და იქიშოვოს თუ ქვეყანაში რა გააკეთოს, ამით ქართულ საზოგადოებას რა ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერი. სანამ ეს რეჟიმი ყავს, შეუძლებელია ნორმალურ კეთილსინდისიერ მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნეს სურდეს აქ რაიმე ტიპის დამატებითი ინვესტიციის განხორციელება. ისევე როგორც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, უცხოელი ინვესტორი აქ ფაქტობრივად აღარ შემოდის და ფაქტობრივად ახალი ინვესტორი ჩვენ აღარ ყავს, გარდა იმ ერთისა, რომელზედაც აგერ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანეს, ხო ეს ჯგუფი კი ბატონო. არაბული ინვესტიცია და ესეც რამდენად ბლეფი აღმოჩნდება გზადაგზა გაირკვევა და დაინახოს საზოგადოება. ამის გარდა ფაქტობრივად უცხოელი ინვესტორი არ ყავს. ამის გარდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარდა იმ ხელისუფლებაზე მიტმასნილი კორუფციული აშკარაა და ფავორიტიზმის ნიშნით შერჩეული რაღაც სამშენებლო ბიზნესის თუ სხვა აი წვრილ რაღაცა მსგავსი სექტორების გარდა რეალურად ბიზნესი ამ ქვეყანაში ნორმალურად არ კეთდება და ვერც გაკეთდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ თუ ბიზნესს არ აქვს სასამართლოსგან დაცვის იმედი, თუ ბიზნესს არ აქვს პოლიციისგან დაცვის იმედი, რომელიც პირბადეებზეა გადართული და გარეთ ვინ ვის დააყაჩაღებს და ვინ ვის მოკლავს. ის კონტროლი აღარ შეუძლია, რა თქმა უნდა, ამ პირობებში ფულის ხარჯვა მათთვის უბრალოდ შეუძლებელია. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები. ეს იყო ირაკლი